პატივცემულო ტელემაყურებელო და რადიო მსმენელო, ჩვენ განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ჯანსაღწევს, ცხოვრების ჯანსაღწევს. გადაცემის დროებით წამყვანისა მეგახლავართ დავით ანტყულაძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მოსმენა შესაძლებელია ასევე რადიო საშუალებით, სიხშირეზე FM 105-დან 0, ხოლო რადიო მსმენელს მოვახსენებ, რომ ჩვენი ნახვა შესაძლებელია როგორც ტელევიზიით, ასევე ინტერნეტით www.obyektivi.net. როგორც მოიხსენებათ, გუშინ 1 ივნის ორი დიდი თარიღი აღინიშნა ჩვენს ქვეყანაში. პირველი ალბათ უნდა ითქვას მოციქულთასწორი განმანათლებელი კაცული ნინოს შემოსვლის დღე საქართველოში. მოგვიანებით მეძლევა საშუალება და ყველას გილოცავთ ამ დღეს, ხოლო მეორე თარიღი გახლავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე აღინიშნება სადღაც 1925 წლიდან, ხოლო საყოველთაო აღიარება ამ დღემ და პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში აღინიშნება, ეს არის უკვე 1950 წლიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ პედიატრი გალბატონი ფიქრია ჟვანია და შესაბამისად ბავშვთა საკითხებზე იქნება მიძღვნილი ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ესე იგი, მაყურებელს ამ მსმენელს შევახსენებ ასევე, რომ გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან სკაიპით და დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური შეკითხვები. ტელეფონის ნომრები გახლავთ 2 388 105, ვიმეორებ 2 388 105, ხოლო სკაიპი ობიექტივი. მოგესალმებით გალბატონო ფიქრია, მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი სტუმრობისათვის და იქნება განვიხილოთ ბავშვთა კვების საკითხები. ერთ-ერთი უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი, რაც აქტუალურია და პრობლემურად დგება ბავშვის მოვლის, ბავშვის აღზრდის საკითხში და იქნება დავიწყოთ საერთოდ პირველი დღეებიდან. ბავშვი იბადება და ოჯახში რა საკითხები დგება ყველაზე უფრო აქტუალურად, პრობლემურად, პირველი დღეებიდან ბავშვის დაბადების. მადლობა დავით მოწვევისათვის, ძალიან აქტუალურია გუშინელი დღიდანაც გამომდინარე ბავშვთა საკითხი და რა თქმა უნდა ბავშვთა კვებაც. და მით უმეტეს ბუნებრივი კვება უკვე დგება პირველ ადგილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკაში და მთელი მსოფლიო ქვეყნების პოლიტიკაშიც. რადგან ეს არის მთავარი და ალტერნატივის გარეშე ბავშვთა პირველი კვება. და რაც შეეხება ზოგადად პირველ კვებას, აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის დაბადებისთანავე პირველი 30 წუთის განმავლობაში და ეს პირველი საკვები როგორც ყველა მათთვის ეს არის ხსენი, რომელიც მდიდარია ყველა იმ ვიტამინებით, მინერალებით, იმუნური სხეულებით, რომელიც იცავს ბავშვს უკვე ახალშობილის ასაკში და არა მარტო ახალშობილის ასაკში იმ ინფექციებისგან, რომელიც ემუქრება ქვეყანაზე გაჩენის, რადგან მოგეხსენებათ, რომ ბავშვი იმყოფება სრულიად სტერილურ მდგომარეობაში და დაიბადა აგრესიულ სამყაროში, როდესაც არის ბევრი, რა თქმა უნდა, ხმაური ტემპერატურა, იქ ვიღაცამ შეეხვა, აიყვანა ხელში, გაწმინდა, შუქი მოხვდა თვალში, ანუ ყველა ეს მისთვის არის აგრესიული მდგომარეობა და ეს არის ბუნების საჩუქარიც და ბუნების გაჩენას და აი ბუნების გამოგონებაც, რომ მისცეს დედისგან უშუალოდ ის ანუ სპეციალური რაღაც, ანუ ხსენი, რომელიც ნაწილობრივ დაიცავს ამ აგრესიული სამყაროსგან. ესე იგი, ხსენი შეიძლება ყველასთვის გასაგები არ იყოს, დედებისთვის კი გასაგები იქნება, მაგრამ სხვებისთვისაც რო განვართოთ, ეს არის პირველი ურუფა, რომელიც პირველი რძე, დედის რძე. დედის რძე, დიახ, რა თქმა უნდა და აუცილებლად ეს უნდა მოხდეს დაბადებიდან 30 წუთის განმავლობაში და უკეთესია რა თქმა უნდა, რომ პირველი კონტაქტი აგრეთვე ეგრევე მოხდეს ან დაბადებისთანავე რომ მოხდეს კანი და ბავშვის უშუალო შეხება რა თქმა უნდა, რაც დადებითი მხარე აქვს დედის მხრიდანაც რა თქმა უნდა და ბავშვის მხრიდანაც რა თქმა უნდა და ეს არის წინაპირობა, ანუ პირველი კვება, რომ შემდეგ უკვე ბუნებრივი კვება კარგად წავა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბუნებრივი კვების უპირატესობა
უნდა განვიხილოთ ჩვენ ანუ ორი მხრიდან. ეს არის ბავშვის მხარე და დედის მხარე. თუ რატომ არის ეს და რატომ არ შეიძლება აი ყველაზე ადვილი მზა პროდუქტის ადაპტირებული ფორმულის ანუ საკვების ნარევის ეგრევე ბოთლში გახსნათ და ანუ მიცემა ძალიან ადვილია რა. მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დედის რძეს არ აქვს ალტერნატივა. დედის რძე და ყოველი დედის რძე გამოყოფს იმას, რაც უნდა ბავშვს და აქვე მინდა გითხრათ რომ ძალიან მცდარია ის მოსაზრება რომ აი ბავშვი მაგალითად არ იმატებს ან ბავშვს გამოაყარა მოდი გავაკეთოთ დედის რძის ანალიზი ეს სრულიად ალოგიკურია ან რაღაც ცხიმებზე რაღაცა ბაქტერიებზე რაღაცას თესავენ ეს არის უაზრობა ანუ დედის რძე დედა გამოყოფს იმ რაოდენობას, იმ შემცველობას, ფიზიკურადაც, ქიმიურადაც, რომელიც უნდა ამ ბავშვს მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. უნდა ალბათ იგულისხმება ჯანმრთელი დედა, ხო? იმიტომ რომ იქნება შემთხვევები და ცხადია არის. ეხლა უკვე მთელი ძალიან ბევრი გამოკვლევებია ჩატარებული, ძალიან ბევრი და პრაქტიკულად არ არის უკუჩვენება. დედის რძის გარდა იმ ჩირქოვანი მასტიტებისა და ისიც ეგრევე კუპირების დროს შეიძლება ხო მე ამ შემთხვევაში ჯანმრთელ დედაში ვიგულისხმე ის რომ ზოგჯერ დედას არ აქვს საერთოდ რძე ანუ ამ გაგებით სპეციფიკური მდგომარეობა არის განსაკუთრებული მდგომარეობაში არის რომ დედის რძე არ აქვს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწევს ალტერნატიული გზის ნახვა ეს იქნება ხელოვნური საკვები თუ სხვა დედისგან მეძუძური დედისგან რომელსაც აქვს საშუალება გამეკვებოს სხვა ბავშვიც მაგრამ ეხლა უკვე დამტკიცებულია რომ ის ლაქტაციური კრიზი ეგრეთ წოდებული როცა არის დედის რძის სინაკლები გამოწვეულია არასწორი მიდგომის ანუ პოზის შეჭიდების ეგ უკვე დამტკიცებულია და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სპეციფიური პოლიტიკა ბუნებრივი კვების იყოს ჩატარებული ანტენატალურ ანუ ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში რომ უშუალოდ მოხდეს მიანებთან ლაპარაკი დედებმაც უნდა გამოიჩინონ თავიანთი ყურადღება თავიანთი ინტერესი თუ რა წინაპირობები არსებობს რომ უკვე ან დედას რა ანუ ხანგრძლივად რომ კვებოს თავისი ბავშვი და შემდეგ უკვე სამშობიაროში და შემდეგ უკვე უშუალოდ პედიატრებთან რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა საკითხი ტექნიკა კვება დედის ძილის რეჟიმი დღის რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების წესი რომელიც განაპირობებს თვითონ ხანგრძლივობას ანუ დედას საკმარისი რძე არ აქვს და სეიულად ხელი ჩავიქნიოთ და გადავიყვანოთ ალტერნატიულ კვებაზე ეს არასწორია მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დედას დავეხმაროთ და ეს იქნება სწავლა შეჭიდების პოზიცია თუ სხვადასხვა კვება ძილი და ასე შემდეგ ასაგები დამტკიცებულია თან რომ უმთავრესად ნახევარზე მეტი შემთხვევები ჰიპოლაქტაციის ანუ ძის ნაკლებობის არის ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე. ანუ არასწორი პოზიციის, არასწორი შეჭიდების, ამიტომ ამის კორექცია პედიატრთან აუცილებელია, დიახ. აუცილებელია ეს მოხდეს. და თუ კი ეს არის მიუწვდომელი ან საკმარისად კვალიფიციური კადრი არ არის იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც ბავშვს სჭირდება, დღეს სჭირდება კვება და ეგ თეორიულად და სხვაგან პრაქტიკულად რა მიღწევები არის ამ ბავშვისთვის არაფერი შეღავათია, ხო? აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც უმჯობესი არის სხვა მეძუძური დედისგან იკვებოს ბავშვი თუ ხელოვნურ საკვებზე გადავიდეს ან იგივე თხის რძე არის გავრცელებული იყო ყოველ შემთხვევაში ადრე. ამ შემთხვევაში რას ურჩევდით? ეგრეთ წოდებული დონორი წესრიგდება ხوارვაში მშილებს ბავშვს. დონორი დედების საკითხი მაინც ანუ ორმხრივია, იმიტომ რომ უკვე სხვა დედის რძე იგივე სხვა ანტიგენია და გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებებს, რომელზედაც რეაგირებს ბავშვის იმუნური სისტემა. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საკითხი უნდა იყოს ინდივიდუალურად განხილული ამ ბავშვთან მიმართებაში და რაც შეეხება დედის რძის კვების გახანგრძლივებას აუცილებელია რამოდენიმე მარტივი პრინციპების და რეკომენდაციის გათვალისწინება, რომ აუცილებლად უნდა ვკვებოთ ბავშვი თავისუფალ რეჟიმში, რამდენიც უნდა ბავშვი კვებოს, რადგან ადრე ვთქვი უპირატესობებზე და არ მithქვია დედის მხრიდან უპირატესობებზე, თვითონ ეს კვება, ანუ ბუნებრივი კვება უადვილებს დედას, ანუ ადაპტაციას
შობიარობის შემდგომ პერიოდში. ასევე დადგენილია ბევრი კვლევებით, რომ ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს, საკვერცხეების კიბოს რისკს, რა თქმა უნდა. თვითონ საშვილოსნოს ფუნქციონირებას, ბევრ რაღაცებს, არა მარტო ბავშვებს, არამედ დედის ორგანიზმის მხრიდან. ასევე დედა უნდა იმყოფებოდეს სრულ, დადებით ემოციურ მდგომარეობაში, ოჯახის მხრიდანაც უნდა ხდებოდეს, მეუღლის მხრიდან, მშობლების მხრიდან ამის, თანადგომა, რა თქმა უნდა, რომ იყოს ემოციურ დადებით მდგომარეობაში, უნდა განეწყოს, რადგან ფსიქოლოგიურადაც როცა შენ გინდა, დედას უნდა რომ ყვებოს ბავშვი თავის ერთით, უფრო მეტი გავოდის, ვიდრე იმ მდგომარეობაში, როცა არ გინდა სადღაც გეჩქარება სამსახურში გაგტესასველი და რაღაცა უარყოფით ემოციებში, როცა იმყოფები და ასევე უნდა იყოს დღის რეჟიმი, ძილის, კვების და გარეთ სულთა ჰაერის აბაზანების. ის თანამედროვე რეჟიმი ძველებურად რო ვთქვათ, ურეჟიმობაა, ხო? ურეჟიმობა, რა თქმა უნდა. და ექსკლუზიურად, აუცილებლად, ეს მინდა რომ აღნიშნო, უნდა მოხდეს 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, ასაკამდე ექსკლუზიური ბუნებრივი ყვება. თუ დედის რძე ყოფნის ბავშვს 6 თვემდე არანაირი წყალი, არანაირი წვენი, არანაირი ფაფა არ უნდა მივცეთ, რადგან ენერგეტიკულად, ბავშვი იღებს იმ რაოდენობა ენერგიას, მიკრო-მაკრო ელემენტებს, ვიტამინებს, რაც საჭირო თანაფარდობით 6 თვემდე. შემდეგ უკვე ხდება ენერგეტიკული ზრდა, ბავშვი უკვე ხარჯავს მეტ ენერგიას და საჭიროებს დამატებით კვებას. თქვენ აღნიშნეთ თუ ყოფნისო ბავშვს, ხო? და როგორ უნდა მიხვდეს დედა რომ არ ყოფნის? იგივე გახტომაზე აქვს საუბარი, ესე იგი წონის კლებაზე თუ გაძლიერებულ მადაზე, რომელსაც ვერ უკმაყოფილებს და ბავშვი ჭირვეულობს შემდეგ ტირეს თუ რა ნიშანს უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა დაასკვნოს. ყველაზე მარტივია, რა თქმა უნდა, ჭირვეულობა შეიძლება იყოს სხვა მიზეზს, მაგალითად მუცლის კოლიკა, რაც ხშირია ჩვილ და ახალშობილებში. პირველი ვიზიტი პედიატრთან ხშირად არის ხოლმე ერთი თვის ასაკში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როცა ხდება წონის განსაზღვრა, სიმაღლის განსაზღვრა და სხვა ობიექტური გამოკვლევები გასინჯვა და როცა ხედავთ, რომ არის წონის დეფიციტი, წონის მატების დეფიციტი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხდება კვების დეფიციტი. მაგრამ ერთ თვის ასაკამდე შეიძლება თვითონ დედამაც შენიშნოს ეს. ჩემ პაციენტებს ვეუბნები ხოლმე დედებს, პამპერსის გამოცვლა. როცა გამოყოფა შარდის ხდება, ჩვილი ასაკის ბავშვები სადღაც 16 ჯერ პატარა პორციები და თვითონ იმ რაოდენობაზე, როცა ინტერვალი იზრდება მოშარდის შორის, მაშინ უფრო კვების დეფიციტს მიუნიშნებს და როცა არ არის ის, თვითონ დედაც გრძნობს და ამას უმახვილებთ ამაზე ყურადღებას და რა თქმა უნდა მოშორდაზე კეთდება აქცენტი და არა განავალზე, ხო, არა დეფეკაციაზე. დეფეკაციაზე ზოგი არის, ნორმალური ითვლება 4 ჯერ დღის განმავლობაში, ვინც იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, მაგრამ ბიოცენოზიდან გამომდინარე ნაწლავები ზოგჯერ 1 და 2 ნორმის ფარგლებშია. უფრო მეტი აქცენტი, უპირატესობა ენიჭება მუშაობების რაოდენობას. დიახ. და არ ჭირს ამის განსაზღვრა 16 ჯერ, 12 ჯერ ამის დათვლა ტექნიკურად რამდენად იოლია. დედა თვითონ ცნობს, როცა ხდება გამოცვლა. მართლა დედა ჭირდება და მართლა დედა ყურადღებიანი დედა თორე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოს. რა თქმა უნდა, დიახ. ესე იგი თქვენ ბრძანეთ, რომ ერთი თვის ასაკში შეიძლება მოხდეს მსგავსი რაღაც, ხო, რომ არ იყოს საკმარისი რძე ბავშვისთვის. აი ამ შემთხვევაში რას ვამატებთ ხოლმე? თუ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და იმდენად იშვიათი, რომ არ ცხრის ამაზე საუბარი და სხვა უფრო გავრცელებულ პრობლემებზე სჯობს. ერთი თვის, ორი თვის ასაკში თუ დაფიქსირდა, რომ უკვე აღარ ქმარა და რა 6 თვის. ისევ მიმართავთ, ისევ თუ არ მოხდა უშუალო საუბარი, მეუბნებით ხოლმე, გვაჩვენეთ, როგორ ხდება კვება ბავშვის. იმიტომ რომ
გავიმეორებ, რომ მიზეზი არის ტექნიკა. 50%-ში არის ტექნიკა. ამის გათვალისწინება ხდება, თუ არ მოხდა, ანუ ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა, მიმართავთ მხოლოდ ადაპტირებული საკვების დანამატს. ამიტომ რომ არაადაპტირებული საკვები, როგორც ძროხის რძე, მაწონი, თხის რძე, ცხრის რძეს, ანუ ნაწლავებში აფერხებს რკინის შეწოვას და როგორც წესი, ასეთი ბავშვები ხშირად ლატენტური ანემიით მოდიან ხოლმე, რაც უკვე შემდეგ განაპირობებს ხშირად მოავადე ბავშვების რისკის ჯგუფში მოხვედრეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასაგებია. მადლობა. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ძუძუთიკვებად დაახლოებით რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, რამდენი ითვლება ნორმად და ისე განსაკუთრებული შემთხვევები რა გახსოვთ თქვენს პრაქტიკაში? ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში არის თავისი მიდგომა. ტრადიციები, რა თქმა უნდა. რაც ზემოთ აღნიშნე, რომ ექსკლუზიური კვება უნდა მხოლოდ ძუძუთიკვება 6 თვემდე ასაკამდე. ბავშვებში. ხოლო უშუალოდ ხანგრძლივობა ზოგ ქვეყანაში არის 2 წლამდე. ზოგ ქვეყანაში არის 1 წლამდე. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ამბობს, რომ წლამდე აუცილებელია, შემდეგ უკვე დედის და ბავშვის მოთხოვნილებისამებრ. ანუ შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდე, არ არის განსაზღვრული, რომ რაღაცა, ანუ ასაკი. და რეკომენდაცია მაინც 1-2 წელი. 1 წელი აუცილებელია და შემდეგ უკვე განსაზღვრული არ არის ასაკი, როგორც დედა მოიცლის, ანუ რეჟიმიდან გამომდინარე და ბავშვის მოთხოვნილებიდან გამომდინარე. შესაბამისად თანდათანობით ხდება ჩანაცვლება უკვე სხვა საკვების. რა თქმა უნდა, სხვა საკვების არა ჩვეულებრივი საკვების ჩანაცვლება. განსაკუთრებულ შემთხვევებს მაქსიმუმი რა გახსენდებათ პირადი პრაქტიკიდან? ყველაზე ხანგრძლივი 4 წლინახევრის ბავშვი. 6 წლის მე ვიცნობ რომელიც ფიზიკურად გამოიყურებოდა როგორც 6-7 წლის ასაკის ბავშვი. 6 წლისას ვიცნობ პირადად ადამიანს, უკვე დიდი კაცი არის, ჩემზე უფროსია, რომელიც 6 წლამდე იკვებებოდა დედის რძით. მარტო დედის რძეზე აღარ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მუდმივად რომ თან ესეც იყო. რაც შეეხება 6 წლამდე და საერთოდ თვეების ბავშვს, რომელიც მხოლოდ დედის რძეზეა, თუ კი არის შესაძლებელი წყლის დამატება, ან მაღალი ტემპერატურის დროს, ან ფაღარათის დროს და ფაღარათის შესაბამისად დედის რძე ალბათ ისე სწრაფად არ შეიცვლება, საერთოდ თუ ახასიათებს რეაგირება არ ვიცი და რამდენად იცვლება დედის რძის შემადგენლობა, მაგრამ დაკარგული წყლის რაოდენობა რომ აღდგეს, სანამ გადასხმამდე და ასეთამდე მივა საქმე, მანამ თუ შეიძლება წყლის ან სხვა სითხეების გამოყენება დამატებით. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად უნდა მივაწოდოთ, ანუ უფრო ხშირად უნდა ვაკვებოთ ბავშვი პირველი, რაც არის აუცილებელი და შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ორალური დეგიდრატაცია, ანუ სპეციალური ხსნარი, რომელიც არის მდინარე მაკრო და მიკრო ელემენტებით, რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა, დისბალანსი. ანუ სპეციალური ხსნარის გამოყენება და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვი პირველივე დღესვე უნდა მიმართოს პედიატრს. არ უნდა ელოდ ერთ დღეზე მეტხანს თუ გაგრძელდა ფაღარათის დიარეის ეპიზოდი ჩვილასაკის ბავშვებში, ეს არის მძიმე დეგიდრატაციების საშიშროება და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ძუძუთიკვებასთან დაკავშირებით კიდე რა შეიძლება ითქვას, თუ პრაქტიკულად ამოიწურა ეს თემა? რასაც კითხვები თუ გაჩნდა. აი, საინტერესო გამოკვლევები იყო ჩატარებული, ბატონო დავით, ეს ბოლო გამოკვლევები, რომლის თანახმად ძუძუთი კვება, ანუ ბუნებრივი კვება განაპირობებს მეტაბოლურ მდგომარეობას, არა მარტო, ანუ მეტაბოლურ, აი ნითირებათა ცვლის, ნორმალური ორგანოების ფუნქციონირების, არა მარტო ჩუასაკის ბავშვებში, არამედ დიდებშიც. ამცირებს ბუნებრივი კვება და მისი ხანგრძლივობა მეტაბოლური დარღვევების რისკს. ეს რა შედის ამაში, რომ მაყურებლებსაც განვმარტოთ, ხო? მეტაბოლურ დარღვევებში შედის შაქრიანი, ანუ დიაბეტი, უმეტესად პირველი ტიპის, გულ-სისხლძარღვა სისტემის პათოლოგია, ანუ ინსულტი, ინფარქტი და სიმსუქნე. და იყო ჩატარებული მეც მონაწილეობდი ამ გამოკვლევაში, რომ 12 წლის ასაკის ბავშვებში უკვე საშუალო დონეს შაქრის, არტერიალური წნევის, წონის ინდექსის საშუალო მონაცემები უკვე
ნორმის ფარგლებში იყო, მაგრამ უკვე სტატისტიკურად განსხვავებული იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომელიც იღებდნენ ადაპტირებულს და უпростоრედ არაადაპტირებულ საკვებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის გენეტიკურ დონეზე ცვლის საკვები აი ამ ბავშვის მდგომარეობას, ჯანმრთელობას უკვე დიდ ასაკში. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი არის. კრაუდონო ფიქრია, ჩვენ საუბრობთ თემაზე, რომლის შესახებაც წარმოადგენთ თვითონ დედებს უნდა ჰქონდეთ პედიატრებისგან, გინეკოლოგებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი არ არის ეს საკმარისი ხანგრძლივობით კონტაქტი სპეციალისტებთან. ვიცით, სულ ცოტა ხნის წინ სამწუხარო შემთხვევა ჩვილი ბავშვის გარდაცვალების, რომელიც დისბალანსის გამო ფაქტიურად გახსოვთ შემთხვევა აჭარაში. თუკი საკმარისად საკვების დეფიციტის კი ამბობენ რომ ფაფას აჭმევდნენ, მაგრამ ის ფაფა რამდენად იყო ხო მოკლედ და თუკი საკმარისად ცხადი ცოდნა ექნებოდა იგივე იმ ოჯახს იმ დედას ხო უფრო მეტად მოინდომებდა. ანუ თლად ბოლომდე ცხადად ვერ აღიქვამდა იმ საშიშროებას, რომლის წინაშეც იდგა ხო თვითონ მისი შვილი, მისი ოჯახი. და დიდი მნიშვნელობა აქვს მივაწოდოთ მაქსიმალურად ის ინფორმაცია ხალხს, რაც გონია რომ ისედაც მიეწოდებათ, მაგრამ სინამდვილეში ხშირად არ მიეწოდებათ და იგივე ტელევიზიით ბევრი ისეთი გვისმენს, რომელსაც მსგავსი ფუფუნება შეიძლება არ კონდეს და იგივე ძუძუციკების ტექნიკასთან დაკავშირებით თუ კი ეს შესაძლებელია, ასე ალბათ შეუძლებელი იქნება მაგის გადაცემა და ახსნა, მაგრამ რაც კი შესაძლებელია, რაც კი გაგახსენებათ, ამის თქმა მინდა რომ მაქსიმალურად ასეთ რამეებისკენ მიმართოთ ყურადღება. თქვენთვის რომ ძალიან ცხადია. აი ამ საკითხში ბატონ დავით ჩვენი თანამშრომლები კლინიკაში, რომელიც არიან სპეციალისტები ამ დარგში, უკვე ანუ უფასოდ, სრულიად უფასოდ ვახდენთ უშუალო კონსულტირებას ტექნიკასთან დაკავშირებით, შემიძლია დაგიტოვოთ კონტაქტი, ესე გადმოცემით შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებული იქნას დედის მხრიდანაც შეუძლიათ მოვიდნენ ვაჩვენებთ სწორ პოზიციას, სწორ ჩაჭიდებას. დიახ. თუ შეიძლება მაშინ თქვათ, ყურადღებით იქნება მსმენელი მაყურებელი და სად მიმართონ, ვის მიმართონ, თუ შეიძლება რომ თქვათ. ეს კლინიკა მდებარეობს გოთუას ქუჩა ნომერ 3-ში, ელიევას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი, სადაც არის ექსპერტები და ანუ მეც პედიატრი, რომელიც დაეხმარება უშუალოდ ანუ ტექნიკაში, სწორი ტექნიკის ფორმირებაში, რომელიც განაპირობებს კონკრეტულად ამ შემთხვევაში პირველი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ზარი არის ეთერში. დიახ, გისმენთ. გისმენთ, თქვენ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. ორი მოკლე შეკითხვა მაქვს თქვენ თუმცა მაინტერესებს აი ახალშობილი ძუძუზე მყოფი ბავშვი. წყალი უნდა მიიღოს თუ არა ის ზაფხულის პერიოდში, ან რატომ არ უნდა მიიღოს, რატომ არ არის აუცილებელი. ზოგი ამბობს უნდა მიიღოს, ზოგი არა და მეორე მაინტერესებს აი ორსული დედის რძე. რატომ წვენს ბავშვს? აი ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა რომ ფერმით ვიყავი არ ვიცოდი და ბავშვს ნუ რა ვიცი ქაღარათი და მოიწამლა თითქოს და აი რატომ არის რა ნივთიერების შეიცავს მაგ დროს რძე? როდესაც ორსულად არის დედა და აი ამ დროს ბავშვს ყვება. რატომ არის მასწენარი ეს რძე? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო, გმადლობთ. საინტერესო შეკითხვა და აქტუალური. ანუ პირველი გავიმეორებ 6 თვემდე ასაკამდე არავითარი წყლის ზოდაცი არ ჭირდება, თვითონ დედის რძე შეიცავს იმ წყალს, ანუ 80 უმეტესად წყალ შეიცავს და შემდეგ უკვე იმ ნივთიერებებს და დოტაცია წყლის თუნდაც ზაფხულში არ ჭირდება. თუ რა თქმა უნდა დეგიდრატაციაში არ იყოფა ბავშვი, ანუ იმ ფაღარათის დროს ან მაღალი სიცხის დროს შეიძლება, მაგრამ რაც შეგვიძლია ხშირად მივაწოდოთ დედის ბუნებრივ ეს მინდოდა დამეზუსტებინა, რაც შეიძლება ხშირად მივაწოდოთ, მაგრამ ძალით არ ხდება. ძალით არა, თვითონ ორგანიზმი განაპირობებს, თვითონ ორგანიზმი, ბავშვის ორგანიზმი ითხოვს, რა თქმა უნდა. სხვა წყალს ის არ ითხოვს, ამ წუთში ერთად დედის წყარო აქვს და ისევ დედის წეს ითხოვს და არ შეუზღუდოთ, ესე ვთქვათ, თუ კი შეუზღუდავად მიეწოდება, ესე იგი ორგანიზმი ადაპტირდება თვითონ დედის ორგანიზმი და წყალი ესე რძე ხდება უფრო ნაკლებად კონცენტრირებული შეიძლება ამის თქმა. ეს არ არის დამოკიდებული სეზონზე, ზამთარშიც, ზაფხულშიც, გაზაფხულშიც შემოდგომაშიც ერთი. ესე იგი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედის რძე ადაპტირდება და სხვადასხვანაირი კონცენტრირება, სხვადასხვა კონცენტრაციის შეგვიძლია ამის თქმა და დიახ.
სიცხეზე ალბათ რეაგირება ვერ იქნება, ბავშვის სიცხეზე უშუალოდ რეაგირება ვერ იქნება და ამიტომ იქნება დამატებითი წყლის საჭირო, მაგრამ გარე ტემპერატურა დედისთვის გასაგებია. რა თქმა უნდა, კვებაზეც, ზაფხულის პერიოდში სხვა საკვებია, რომელიც უკვე მდიდარია წყლით. საკვები. თვითონ დედის საკვებს რა თქმა უნდა, ხილი, ბოსტნეული, ცელულოზით არის მდიდარი, რომელიც უკვე განპირობებს უფრო სხვა შემადგენლობას და არ არის საჭირო დამატებითი თუ საკვები არის, ან თუ ყოფნის ბავშვს დედის რძე და იმყოფება მხოლოდ დედის რძეზე დამატებითი წყალი არ ჭირდება და რაც შეეხება მეორე შეკითხვას არ არის ორსული დედის კვება არ არის უკუჩვენება თვითონ ეს მდგომარეობა თუ დედას არ აქვს თვითონ უკუჩვენება ხშირად არის ხოლმე ფარული ანუ მოშლის საშიშროება როცა საშუალოსნო იმყოფება ტონუსში რადგან თვითონ წოვის რეფლექსი განაპირობებს სპეციალურ ნივთიერებების გამოყოფას რომელიც ახდენს საშუალოსნოს ტონუსის მომატებას ხო ეს არის ადაპტაცია მშობიარობის შემდგომ პერიოდში და თუ საშიშროება არ არის 12 დიახ რა თქმა უნდა შეიძლება ეს უნდა უკვე შეათანხმოთ უშუალოდ მიანებთან თუ თქვენ არა გაქვთ იმის რისკი მეანი ქვია ამ შემთხვევაში უკვე თუ ჯერგიდე გინეკოლოგი ორსულობას გასაგებია კურირებს თავიდან ბოლომდე პერიოდს კურირებს რა თქმა ეს უკვე მეანთან უნდა იყოს ეს შეკითხვები იმიტომ არ ვიცი თქვენი მდგომარეობა თუ არა გაგაჩნიათ არავით არ უკუჩვენება თქვენი ჯანმრთელობის მხრიდან ეს უკუჩვენება არ აქვს არავითარ არ ახდენს არც ინტოქსიკაციას არც მოწამლას და არც აი ესეთი განსხვავებული ჰორმონები არ არის ამ დროს დედის ორგანიზმში რომ ბავშვი ამან ცუდად იმოქმედოს არა გასაგებია რაც შეეხება უკვე შერეულ კვებაზე გადასვლას ასაკი განსაზღვრეთ როდის გადავდივართ შერეულ კვებაზე და როგორ რითი იწყებს ამ დროს შერეული კვება არის სხვა რაღაც შერეული კვება არის როცა 6 თვემდე ასაკის ბავშვი იღებს დედის რძეს და ადაპტირებულ საკვებს ან არა ადაპტირებულს ეს უკვე ანუ გამომდინარე და 6 თვის ასაკის შემდეგ ხდება დამატებითი კვება ექსკლუზიური ბუნებრივი კვების შემდეგ ხდება დამატებითი კვება ანუ დამატებითი საკვების მიცემა ეს შეიძლება იყოს პირველი საკვები რომელიც სინჯავს ბავშვს ან ბოსტნეულის ფაფა ან ბურღულეულის ფაფა ეს უკვე ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს თვითონ პედიატრმაც და დედანც თუ რომელი საკვებიდან შეიძლება რომ დავიწყოთ დიახ აუცილებლად უნდა იყოს მონოკომპონენტური ანუ მაგალითად თუ ავირჩიეთ ფაფა ერთ კომპონენტიანი ან ბრინჯი ან ციმინდი, ან ციციბურა და მინდა აქვე რომ თქვა, რომ 9-10 თვის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული სხვა ბურღულეულის მიცემა, რადგან ისინი შეიცავენ გლუტენს ეგრეთ წოდებულ ან სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც გადამუშავებაც ცოტა უძნელდება. თვითონ ბავშვის ორგანიზმის უნდა იყოს მზად, რომ მოხდეს ნორმალური საკვების მონელება, შემდეგ შეწოვა, რომ შეიდგოს ის საკვები, არა? და ამიტომ ბურღულეულიდან რეკომენდირებულია მხოლოდ ციმინდის, ბრინჯის, ციციბურას დოტაცია. თავიდან შეიძლება დავიწყოთ ურძეოდ, ანუ 15-30 გრამით და ყოველდღიურად უნდა მოვამატოთ 2-3 ჩაის კორზით და უნდა მივიყვანოთ სრულ კვებამდე, ანუ 180-200 გრამამდე, რომ ანუ ერთი კვება უკვე რომ ჩავანაცვლოთ დედის რძის. უკვე დამატებითი საკვები. დიახ. აი პირველი დამატებითი კვების მიცემიდან 2 კვირის შემდეგ ხდება მეორე გაურმაგება ორი კვება ჩანაცვლება. ორი კვების ჩანაცვლება თანდათანობით. თუ პირველად მივეცით ფაფა, მეორეჯერ ვაძლევთ ბოსტნეულის ფაფას, ისიც უნდა იყოს თავიდან მონოკომპონენტური, ანუ ერთი კომპონენტისგან შედგენილი, რა თქმა უნდა, და შემდეგ ისიც ხდება 2 კვირის მანძილზე. ნელ-ნელა, ანუ დოზის მომატება და შემდეგ უკვე 2 კვება ხდება, 2 კვებით ხდება ჩანაცვლება დედის რძის და ესე გადავყავს სრულფასოვან დიდების კვებაზე ბავშვი. ესე იგი ყოველ 2 კვირაში ემატება თითო ულუფის ჩანაცვლება, ხო? დაახლოებით რამდენი ულუფად იკვებება საშუალოდ ბავშვი? საშუალოდ 6-7 თვის ასაკის ბავშვი ერთჯერადი საკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 200-230 გრამს. და რაოდენობა ჯერადობა მაინტერესებს, ჯერადობა, როცა ბავშვს
აქ უკვე ანუ ერთობა რეჟიმი. როცა ვაძლევთ დამატებით კვებას, საშუალო რაოდენობა უნდა შეადგენდეს, ანუ დღის განმავლობაში 5ჯერად იკვება. შეიძლება ღამის კვებაც დაემატოს. ბუნებრივ კვებაზე ვინც იმყოფება. ანუ ღამის კვება ცალკე დღის განმავლობაში საშუალოდ 5ჯერად იკვება. ჯამში 6ჯერადია და თითოეული ჯერის ჩანაცვლება 2 კვირა გამოდის 12 კვირაში შეიძლება რომ გადავიდეს უკვე მთლიანად ხელოვნურ კვებაზე. ანუ ბუნებრივი ერთისგან თავისუფალ დამატებით კვებაზე. დამატებით კვება მაინც ბუნებრივ კვებაზე ვწოვებთ. ბუნებრივ კვებაზე აუცილებლად რჩება ბავშვი დედის რძეზე. 2 კვირაში თითო ულუფა ჩავანაცვლეთ. ეს გამოდის, ანუ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი აუცილებლად ამ შემთხვევაში დილას უნდა იყოს მაგალითად ფაფა, შუადღეს ბოსნეულის ფაფა და შემდეგ ხდება ბოსნეულის ფაფაში დამატება ხორცის. საღამოს თუ ბავშვი არ არის ალერგიული ძროხის რძის პროდუქტებთან, საღამოს ხდება მაგალითად ხაჭო და მაწონიან იოგურტის მიცემა და ბავშვს რჩება დედის რძე დილას დღის განმავლობაში ჭამიშვალენებში შეიძლება როგორც დესერტი არის დამოკიდებული რამდენი ხანი დავიტოვებთ ამ 1 ულუფას ან 2 ულუფას მაქსიმუმ დღის განმავლობაში. ანუ არ არის ჩვენი მიზანი, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ და არ არის, შეიძლება ეს მოხდეს მაგალითად პირველი დამატებითი კვება იყოს 6 თვის ასაკში, შემდეგ 7 თვის ასაკში, შემდეგ ზოგადად ეგრეც ხდება, რომ 7 თვის ასაკში ხდება დამატება ხორცის, 8 თვის ასაკში უკვე რძის პროდუქტების მაწონი, იოგურტი, ხაჭო. ეგ ყველაფერი უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა მიმართოთ პირადად პედიატრს, რომელმაც იცის უშუალოდ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რა დროს შეიძლება რომელი საკვების დაწყება და რატომ და რა რაოდენობით. ასაგები. დიდი მადლობა. მსმენელს კიდევ შევახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომრებს, ეს გახლავთ 2-388-105. ვიმეორებ 2-388-105. Skype-ით ჩართვის მსურველები კიდე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ობიექტივი ამ მისამართზე. რაც შეეხება დამატებით კვებას, სრულად განსხვავებული გემოები შემოდის, ძალიან ისეთი კონსისტენცია სხვა არის, გემო სხვა არის. ხშირ შემთხვევაში ბავშვი უცხოობს, არ იღებს ერთი მხრივ წუწუთი კვება სხვა მოძრაობასთან არის დაკავშირებული და სხვა აქტივობა უწევს ბავშვს, მეორე არის კოვზით მიწოდებული, ან იგივე საწოვარათი, ისიც საკმაოდ განსხვავებულია. ამ საკითხებთან დაკავშირებით რა პრობლემები დგება ხოლმე? ესე იგი, გემო, კვების სპეციფიკა, თვითონ მოძრაობა სპეციფიკის და ასე შემდეგ. დიახ, ესეც მოფიქრებული აქვს ბუნებას. რატომ არის 6 თვე, ანუ განსაზღვრული, ხო? რატომ არა სხვა ასაკი? 6 თვემდე ბავშვი არის მიჩვეული წოვის რეფლექსზე და უკვე 6 თვის ასაკის შემდეგ უკვე მას აქვს კოვზით ჯამის უნარი, იმიტომ რომ რადგან 6 თვიდან უკვე კბილების ამოჭრაც იწყება, ემატება, უკვე მას ემატება ხეჭვის უნარიც და 6 თვიდან 8 თვის ასაკამდე რეკომენდირებულია ჰომოგენური, ანუ დაბლენდერებული ეგრეთ წოდებული საკვების მიცემა და უკვე ეცადეთ რომ 8 თვის ასაკიდან ბოლომდე დააბლენდეროთ, რომ იგრძნოს ის ბავშვმა პირის ღრუში გარკვეული ცალკე ჩანართები, რომ მოხდეს უშუალოდ ანუ აქტივაცია მისი პირის ღრუს, რომ რაღაცნაირად ანუ თავისებურად დაღეჭოს და გადაღლაყოს. იმიტომ რომ არის პრობლემა, რომ ბავშვი 2 წლამდე დაბლენდერებულს ჭამს, რადგან დედამ თავის დროზე არ მიაჩვია ანუ იმ საკვებს. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რა საკიდან უნდა გადავიდეს უხეში ჩანართები რომ დარჩეს ესე იგი საკვებში. ანუ ნახევრად დაბლენდერებული 8 თვის ასაკიდან უკვე შეიძლება. საგებია. და მართლა სავეჭი და საკვეთში დაახლოებით რა ასაკიდან გადავდივართ? კბილების რაოდენობიდან არის გამომდინარე, უკვე შეიძლება წელიწად ნახე. როდის ამოსდის კბილები და ეს ყველაფერი ალბათ სასურველი იქნება განვითარების საკითხებში განვიხილოთ. ბავშვი იბადება, ვითარდება და როდის რა ნიშანს უნდა მიაქციოს დედამ ყურადღება, რომ იეჭვოს გონი რაღაცაში ბავშვს ჩამორჩენა. კბილებმა გაგვახსენა და დავიწყოთ. წონა, სიმაღლე, სივრცე, რუსავიდან კი ბატონო. დიახ, როცა ბავშვი იბადება, ან თქვენ ბრძანეთ დასაწყისში აუცილებელია პირველი საკითხია კვება. და შემდეგ უკვე განვითარება ბავშვის.
ძალიან აწუხებთ წონა, სიმაღლე, თუ გადაბრუნდება მეორე მხარეს, გადმობრუნდება, აფიქსირებს თვალს, არ აფიქსირებს, ესმის და ესეთი საკითხები. ანუ ეს არის motoruli განვითარება, ნეიროფსიქომოტორული განვითარება, ფიზიკური განვითარება, სენსიტიური განვითარება, კოგნიტიური განვითარება, ეს უკვე ასაკთან გამომდინარე ბავშვის, ხო? აუცილებელია უკვე 2 თვის ასაკიდან ბავშვი აფიქსირებს თვითონ ზერას სათამაშოებზე, ამიტომ 20-25 სანტიმეტრის მანძილზე შეიძლება უკვე ჩამოვკიდოთ სათამაშოები, რომ განვითარება მიიღოს ბავშვმა. და შემდეგ უკვე აი გადაბრუნება, გადმობრუნების, რომელიც უკვე ნეიროფსიქომოტორულ მდგომარეობას, ანუ განვითარებაზე ლაპარაკობს, არ არის განსაზღვრული 4 თვის ასაკში, რომ აუცილებელია გადმობრუნდეს. ზოგი ბავშვები, ანუ ჩემი პაციენტებს ისე არიან, რომ საერთოდ არ ბრუნდებიან 6 თვის ასაკამდე, ან საერთოდ არ გადმობრუნდნენ, ეგრევე 6 თვეს დაჭდნენ. ეგ არის ანუ ინდივიდუალური, ეს უნდა განსაზღვროს აუცილებლად პედიატრმა და არა მაინც მშობელმა. და ვიზიტები უნდა მაინც მოხდეს ჩვილი ასაკის ბავშვებში ყოველთვიურად წლამდე რომ განისაზღვროს ზუსტად აი ეს განვითარება და წლის მერე უფრო დიდი როლი ენიჭება დედას ბავშვის განვითარებაში ვიდრე ექიმს თუნდაც იმ თამაშში ანუ ემოციურ განვითარებაში კოგნიტიურ განვითარებაში და ასე შემდეგ ძალიან იგივე ხმასთან დაკავშირებით რეაქციები ხო რა ასაკიდან უნდა ეტყობოდეს ბავშვს რომ ესმის რა დროიდან უნდა ქონდეს რეაქციები ხმაზე ანუ თავიდან როცა ახალშობილს ასაკში რა თქმა უნდა სპეციალური რეფლექსი მორო ρოცა ხდება ანუ ხმის რეაგირება და ბავშვი ხელებს შლის ეს უკვე რეფლექსი და შემდეგ უკვე თანდათანობით ხდება დიფერენციაცია და ეხლა დედის ხმაზე რეაგირებს უკვე თვის 2 თვის ასაკის ბავშვი და უკვე დიფერენცირებაც ახდენს და ყოველთვის ესაუბრეთ ბავშვს. ძალიან საინტერესო საკითხი მივდექით. ზარი არის ეთერში და დროებით დაუბრუნდებით ეხლა. დიახ, გისმენთ, ეთერში ვზანდებით. ალო. დიახ, გისმენთ ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი პატივისცემით. ეხლა აი ასეთი შეკითხვა მაქვს ცოტა ორი დამიძებისნერ. მე როგორც გამიგონია და როგორც ვიცი თუ სწორად მახსოვს, როდესაც ბიჭი იბადება, უფრო მეტი მასში დედის მხრიდან არის ესე იგი მემკვიდრეობა ვიდრე მამის მხრიდან, ხოლო როცა გოგო იბადება, მაშინ მამის მხრიდან არის უფრო მეტი მემკვიდრეობა ვიდრე დედის მხრიდან. ეს რამდენად სწორია და თუ ეს სწორია მაშინ რატომ არის გენი ჩათვლილი რომ 10,000 წლის მანძილზე და ახლობით გენი არ იცვლებაო. ესე იგი, აი მამამ კაცმა რო ცოლი მოიყვანა, იმის შვილი მერე გათხოვდა, იმის შვილი კიდე გათხოვდა, იმის შვილი კიდე გათხოვდა, და იმის ბიჭმა ცოლი მოიყვანა, კიდე იმის შვილმა ცოლი მოიყვანა, იმის შვილმა და ხო განიცდის გენი გარდა ეხლა როგორ თქვა არ ვიცი ცვლილებებს ხომ განიცდის და რატომ არის ეს ჩათვლილი და თუ არის ჩათვლილი სწორია თუ არა ეს ასე. მადლობთ. მადლობთ ბატონო, მადლობთ. მადლობ შეკითხვისთვის. ესე იგი როგორ ხდება თუ ორი სიტყვით რო ვთქვათ, ხო? ალბათ გარკვეულია ეს ანუ ბატონიც რომ დედას გააჩნია გენოტიპში XX ქრომოსომა, მამაკაც XY ქრომოსომა და თვითონ ერთ ქრომოსომას გადასცემს ბავშვს და ერთს დედა, ერთს მამა და გამოდის თანაბარია. ანუ ამ შემთხვევაში ერთს აძლევს დედა, ერთს აძლევს მამა და როცა ხდება დედის XY მამის, მაშინ ხდება ანუ ბიჭის დაბადება და როცა XX ხდება გოგოსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ იგულისხმა რესპონდენტმა სხვა რაღაცეები, როცა არის დედის მხრიდან, ანუ იმ X-თან მიმართებაში რაღაცა დაავადებების, ანუ მემკვიდრეობით გადაცემა. ხო სწორად გავიგე? კითხვა. არ ვიცი ეს რამდენად იგულისხმება. მე მგონი საერთოდ კანონზომიერებაზე იგულისხმება, რომ ბიჭები დედებს გვანანო და გოგონები მამებსო. ანუ მონაწილეობა თვითონ სქესის ფორმირებაში
გენეტიკურად თანაბარია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ არის გოგონებს, მამებს და ბიჭებს, დედებს, თვითონ გენები მეგონი რომ ეს საკითხი დასვა. დიახ, გენები თვითონ შეიცავენ ამ სპეციალურ დნმ-ის კოდს, რომელიც განსაზღვრავს მარტივად რო თქვა სიძლიერეს, ზოგში არის ძლიერი, დომინანტური რაღაცა თვისებები, თვალის ფერიც მაგალითად, ხო? თვითონ ან დედის მხრიდან რომელიც უფრო ძლიერია გენეტიკაში, თუნდაც მაგალითად დამტკიცებულია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიაც არ არის მემკვიდრეობითი, რომ ვთქვათ, რომ აი დედას ჰქონდა წნევა, იმის დედას ბებიას, იმის დედას, ან ზოგჯერ არის ხოლმე ეგ და არის მცდარი, თუნდაც სიმსივნური დაავადებებიც, როდესაც ლაპარაკობენ, რომ არის ეს გენეტიკური აუცილებლად გადავა. არა, ეს არის მულტიფაქტორული განწყობა, მდგომარეობა, როდესაც გადადის განწყობა და როცა მოვახვედრებთ სწორად, ადამიანს იმ სიტუაციაში, როცა ეს განწყობა რეალიზაციას აკეთებს, მაშინ ფორმირდება დაავადება. და როცა ხელს უწყობს თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვებით, ჯანსაღი რეჟიმით, არ ხდება ამ მულტიფაქტორების რეალიზაცია. და ამიტომ თანაბარია. და მსმენელისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, შეიძლება კიდე ასე ითქვას, რომ თანაბრად მონაწილეობას იღებენ, როგორც ქალბატონმა ფიქრიამ აღნიშნა, როგორც დედა ისე მამა, მომავალი ბავშვის გენების ჩამოყალიბებაში, მოკლედ რა გენეტიკური მასალით დაიბადება ბავშვი და გენი თვითონ რა არის? გენი შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი პროექტი. როგორი სხეული უნდა აშენდეს, როგორი ფიზიოლოგია უნდა ჩამოყალიბდეს და ესე შემდეგ. დედას თავისი პროექტი აქვს გენეტიკის დონეზე, სასქესო უჯრედების დონეზე, მამას თავისი პროექტი აქვს და შეერთების დროს ხდება ამ ორი პროექტის თანხვედრა. ამ ორი პროექტიდან დავუშვათ ფუნდამენტი როგორი უნდა იყოს, კედელი რა მასალისგან უნდა იყოს, სახურავი რა მასალისგან უნდა იყოს, ამ ორ პროექტში გვიწერია სხვადასხვა რამ. და ამათი შეერთება ხდება. ერთი პროექტიდან იღება ფუნდამენტის შესახებ მონაცემები, მეორე პროექტიდან იღება კედლების შესახებ, მესამე პროექტიდან ფანჯარა რა სისქის უნდა იყოს და რა გამჭვირვალობის და ასე შემდეგ. და ასე რომ ახალი ადამიანი იქნება ამ ორი პროექტის შერწყმის, ამ ორი პროექტის გადამუშავების საფუძველზე და აი თვითონ მასალები, გენეტიკური მასალა, პროექტი, ასე ვთქვათ, პროექტის ნაწილები დედისგან და მამისგან აქვს თანაბარი. და მეჯერჯერობით საერთო მყარი საფუძვლიანი ისე გამოკვლევის შედეგები არ მაქვს, რომ მამებს უფრო გვანან საერთოდ გოგონები და ან კიდე ბიჭებს დედები, შეიძლება ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყოს, ბიჭს რო დედას მიამგვანებ, ეს უფრო უცნაურია და უფრო თვალს შეისაცემია, ასე ვთქვათ და მკვეთრად აღიქმება, ვიდრე მამას. მამა ისედაც უნდა იყოს, იგივე სქესის წარმომადგენელი და უნდა გავდეს და ისე კიდე ხშირად გაგვიგია, რომ პირდაპირ ასლი არის მამის, მაგრამ დედის ასლი ბიჭი ძალიან იშვიათია, ხო, მაგრამ მამის ასლი შეიძლება იყოს და როგორც ხშირად არის ხოლმე, ხო. არ ვიცი, რაც შეეხება გენეტიკას, მოკლედ ნამდვილად თანაბარი მონაწილეობა აქვს ორივე შემთხვევაში და რაც შეეხება გენეტიკით გადაცემულ დაავადებებს, იქ არის დაავადებები, მოკლედ აი წეღან თქვი, ხო? ორი პროექტი შეჯერდება და ამ ორ პროექტში, რომელსაც უპირატესობა მიანიჭება, მაგალითად, ერთი პროექტით განსაზღვრული არის 300 მარკიანი ცემენტით ფუნდამენტი, მეორე პროექტში განთავსებულია 400 მარკიანი. თქვენ შემთხვევაში გენეტიკური შეჯერება მოხდება ისე, რომ 400 მარკიანი ცემენტი ჩაიწერება ამ ახალ პროექტში, რომლითაც შვილი დაიბადება. 300 მარკიანი თუ განსაზღვრავდა თვალის დაავადებებს, შვილს აღარ გამოუვლინდება თვალის დაავადება, იმიტომ რომ აქ არჩევანი მქონდა და 400 მარკიანი ჩავანაცვლით, მაგრამ თუ კი ორივე 300 მარკიანი იყო და ეს განაპირობებდა თვალის დაავადებას, შვილსაც მაღალი ალბათობით განვითარდება ეს დაავადება, სკუჭის წყული იქნება კიდე თუ სხვა რამეები. რა ვიცი, მოკლედ ეს შეიძლება ითქვას ესე პოპულარული ენას. ამ შემთხვევაში თუ არის რამე პრობლემები თვითონ, გენეტიკურ დაავადებებთან დაკავშირებით, აუცილებელია აი ახალი კულტურა უნდა წამოვიდეს, რომ ოჯახის უნდა დაგეგმარება უნდა მოხდეს, რომ მიმართოთ გენეტიკოს, რომ შეამციროთ რისკი. ამ დაავადების განვითარების პრევენცია შეიძლება ამისთვის. სხვა მხარეა, როდესაც ხდება მუთლადყოფნის დროს მუტაცია, როგორც აღნიშნა კითხვა ვინც დასვა, ანუ თუ ხდება მე შემდგომი შეცვლაო, მუტაცია ეგრეთ წოდებული, ანუ ამ გენოტიპის შეცვლა მუთლადყოფნის პერიოდში, რადიაციის დროს, მაგალითად, ან ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, როდესაც ეს დაავადება მაგალითად არ იყო მაგათ გენეტიკაში, მაგრამ მოხდა შეცვლა, ანუ მუტაცია, რომელსაც განპირობება ამ დაავადებით ან სინდრომით დაავადება ბავშვის. შეიძლება ითქვას პროექტის გადაწერის დროს შეცდომის დაშვება.
დიახ. პროექტი რო გადაიწერება ამ დროს შეცდომის რომელიმე ფაქტორის ეგზოგენური ეხლა მაშინ ანუ მე რომელიც არის თავიდან იყო ნორმალური და შემდეგ შეიცვალა. კი ბატონო. რაც შეიძლება იმ საკითხს რო დავუბრუნდეთ ხმიდან გადავედით მნიშვნელოვანი არის რომ დედა ესაუბრებოდეს ბავშვსო და რა საკითხთან უნდა ესაუბრებოდეს და რაზე ესაუბრებოდეს რატომ და ასე შემდეგ. მოსლად ყოფნის დროს შეიძლება საუბარი და უშუალო კონტაქტი ბავშვთან დაბადების შემდეგაც რა თქმა უნდა დედა უნდა ესაუბროს ბავშვს, უნდა მოუყოს ხაპები, შეიძლება უნდა უმღეროს დასაშვებია. მას მაინც არაფერი ესმის, ვერაფერს იგებს, ძალიან უშუალო კონტაქტი. დაფიქსირება ხდება თავის უჯრედებში ამ ბავშვის ამ ინფორმაციას და შემდეგ უკვე უფრო უადვილდება ბავშვს განვითარება ლაპარაკი თქმა, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც არ საუბრობენ. და ზოგადი სოციალური განვითარება ბავშვის ხდება თქვენც მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, მიბაძვის და მაგალითის მეთოდებით. როგორც დედები, მშობლები ოჯახში ლაპარაკობენ, იმ ინტონაციით, იმ ჟესტიკულაციით ხშირ შემთხვევებში ლაპარაკობს ბავშვიც. და ამ შემთხვევაში ეს განვითარება და ადრეც აღნიშნე რომ 1 წლის შემდეგ განვითარება, ანუ სოციალური მხარე, კოგნიტიური მხარე, ემოციური მხარე უკვე დამოკიდებულია უმთავრესად დედაზე, არა მხოლოდ დედაზე, არამედ მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. დროებით კვების საკითხს რო დავუბრუნდეთ, წუწუთი კვების შემდეგ გადავედით დამატებით ვთქვით, დამატებით დავარქვით, ხო? დამატებით კვებაზე და იქ გარდა იმისა, რომ უკვე შეგვიძლია ღეჭვაც კი, მაგრამ ახალი გემოვებია და არ მომწონს, აი ამ დროს რითი დამეხმარება დედა? რა შეიძლება ამ დროს გაგაკეთოს? აი ამიტომაც აუცილებელია თანდათანობითი შეყვანა ამ პროდუქტის, რომ მიაჩვიოს თვითონ გემოვნების რეცეპტორები, რომელიც იმყოფება პირის ღრუში, ხო, მიეჩვიოს ახალ პროდუქტს. 6 თვის განმავლობაში იყო დედის რძე, ეხლა რაღაც ბოსნეულის ფაფა ან რაღაც სხვა ფაფა მოგცა, რომელიც ანუ სხვა არ არის მარილია, დიახ, რა თქმა უნდა. ამიტომ აუცილებელია მე აღვნიშნე პატარა რაოდენობით მიცემა. თუნდაც 2 ჩაის კოვზი. შემდეგ უკვე გავზარდოთ 1 ჩაის კოვზით, ანუ თანდათანობით რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს შეგუება ამ პროდუქტის მიმართ და თვითონ კუჭნაწლავიც რომ მოემზადოს, რომ ეს პროდუქტი შემოვიდა ორგანიზმში და გამოიყოს სპეციალური ნივთიერებები, ფერმენტები, რომ მოხდეს მისი გადამუშავება და მონელება. და როცა ხდება და ამიტომაც აუცილებელია პატარა რაოდენობა და მონოკომპონენტიანი, რომ მოხდეს არა მარტო ბავშვის ემოციურად შეგუება, ფსიქოლოგიურად, არამედ თვითონ ორგანიზმის შეგუებაც და მომზადებაც, რომ მოხდეს სრულად ათვისება ამ პროდუქტის. შეიძლება საწოვარას რამდენად რეკომენდებულია მისი გამოყენება, რა შუალედებში თუ კი არის საერთოდ მისაღები? საწოვარა მისაღები არ არის საერთოდ ბუნებრივ კვებაზე, იმიტომ რომ ცვლის თვითონ კბილების ამოჭრას და თვითონ განლაგებას. და დიახ, და აი დამტკიცებულია ესეც სპეციალური კვლევებით, რომ უმეტესად ანუ 1 წლის ასაკის შემდეგ ვინც იყენებს საწოვარას, ანუ დიდი ხნის განმავლობაში, მაგათ კარიესის, ანუ დაავადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ბავშვებში და ზედასასუნთქი გზების ინფექციების რისკი, იმიტომ რომ ეს არის ინფექციის წყარო თვითონ და აუცილებელია ამ შემთხვევაში რაღაცა დედის რეაგირება. საერთოდ უარი ვთქვა საწოვარაზე, თუ კი არის ბუნებრივი კვება. და ზოგადად ბავშვები ესეთ ეგრეც აკეთებენ, უარს ამბობენ საწოვარზე, ვინც იმყოფება ბუნებრივ კვებაზე. სხვებს თუ 24 საათი საწოვარა აქვთ პირში, ამ შემთხვევაში ისინი არ ითხოვენ 24 საათი ძუძუზე იყვნენ. ხან ჭამონ, ხან არ ჭამონ ითამაშონ, მაგრამ მაინც ძუძუზე ამას არ ითხოვენ? არა, როგორც წესია. და როგორც თვითონ ეგუებიან, რომ შესვენებაა და მომდენო უნდა დაელოდონ მომდენო. აი ორი სიტყვა მინდა თქვა კარიესზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევებში ეს არის ინფექციის წყარო და როდესაც ბავშვი დედა მოდის 4-3 წლის ასაკის ბავშვებში და უკვე აქვს გადატანილი 10-ზე მეტი ეპიზოდი რესპირატორული ინფექციების და პირის ღრუს როცა ვათვალიერებთ არის ხშირ შემთხვევებში კარიესული კბილები. რაც არ უნდა ანტიბიოტიკი, რაც არ უნდა დიდი რაოდენობა რაღაცა წამლები მისცეთ, თუ არ მოხდა იმ ქრონიკული ინფექციის სანაცია, ანუ სანირება იმ ინფექციის წყაროს, მუდმივად არის ინფექციის წყარო, რა თქმა უნდა და ამიტომ აუცილებელია ჯერ მივმართოთ ექიმს. ზოგადად რეკომენდაციები ესეთია ყველა გაიდლაინებში, ყველა რეკომენდაციებში მსოფლიოს ზრდაცვის UNICEF-ის რომ 1 წლის ასაკიდან უკვე პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში 2 ჯერ ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ბავშვთა სტომატოლოგთან
ჩვეულებრივი პროფილაქტიკური გასინჯვა, რომ მოხდეს პრევენცია, კარიესის პრევენცია ამ ასაკის ჯგუფის ბავშვებში და არა მარტო ზედასასუთხისების ინფექციების რისკი მატულობს, არამედ გულის ინფექციური ენდოკარდიტის რისკი. და აუცილებელია ამაზე ყურადღების გამახვილება. პრევენციასთან დაკავშირებით გამახსენდა, რამდენად ხშირად არიდებენ თავს იმუნიზაციას მშობლები. სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები ვრცელდება მანუებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არასწორი, მაგრამ რამდენად ახდენს ეს ყველაფერი? არა, მგონი ეხლა უკვე ამ ეპიდემიის, წითელას ეპიდემიის შემდეგ უფრო დიდი გაკვეთილია ჩვენთვის საზოგადოებისთვის თუ რამდენად აუცილებელია თვითონ იმუნიზაცია და იმუნიზაცია უკვე იწყება სამშობიაროში, როცა ხდება უკვე ტუბერკულოზის და ჰეპატიტ B ჰეპატიტის პრევენცია. აუცილებელია დროული იმუნიზაცია გრაფიკის მიხედვით, დროული არ არის საჭირო თუ არ აქვს უკუჩვენება ბავშვს რომ დედის მხრიდან გადავდოთ, მოდი ერთ კვირაში წავიდეთ, ორ კვირად ხშირად ხდება არასწორი გრაფიკი და აი ხშირ შემთხვევებშიც ესეც მიყვას იმ დონემდე ბავშვი რომ არასწორი ჩამოყალიბება ხდება იმუნური უჯრედების მახსოვრობის, როდის დამცავი მექანიზმების და ეს არაიმუნიზირებულ ბავშვებში უფრო მეტად იზრდება რისკი ამ დაავადებების, რა თქმა უნდა და უფრო ძალიან რთულად გადააქვთ ეს საშიში ინფექციები, ვიდრე ბავშვები იმუნიზაციის გარეშე. სკოლასთან გადაცვის სამინისტრო უნებრივია თანამშრომლობს და მასწავლებლების საშუალებით ჩააყენებენ საქმის კურსში მშობლებს, როდის რომელი აცრა უნდა გაკეთეს, მაგრამ სკოლამდელ ასაკში თუ კი ბაღში არ დადის ბავშვი, ამ შემთხვევაში რა ასაკებში არის გასაკეთებელი იქნება ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ინფორმაციას ფლობს სრული პოლიკლინიკა, ამიტომ ამ ხრივ პოლიკლინიკაში რა თქმა უნდა კონტაქტი ამ ხრივ რა თქმა უნდა ხდება უშუალოდ არეკვა დედასთან რომ მოემზადეთ, ხშირ შემთხვევებში ეგრეც ხდება. არ არის ეს ინფორმაციის დეფიციტი ამ საკითხში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს და ამ საკითხშიც ამ ეპიდემიის ამ წითელას შემთხვევაში მოხდა სწორი, სწრაფი რეაგირება და ძალიან ბევრი შემთხვევებისგანაც დაგვიცვა. მძიმე შემთხვევებისგანაც დაგვიცვა. რომ მოხდა კონტაქტირებული პირების იმუნიზაცია. უგმესი მადლობა გარბატონო ფიქრია. ბოლო წუთი იწურება უკვე ჩვენი გადაცემის. ბევრი საკითხები დამჭა ესე განუხილველი ბავშვის მოვლა დასუფთავება, რა ვიცი, ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც არასწორი წარმართვის შემთხვევაში რაც გარკვეულ დაზიანებებს შეიძლება მივაყენოთ ბავშვებს, მაგრამ იმედს ვეტოვებთ, რომ ან კიდევ შევხვდებით, ან სხვა წყაროებიდან მოიძიებენ და დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, მსმენელო, მაყურებელო, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.